აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოსთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს საბერძნეთში, ქალაქ ათენში უმასპინძლა. საერთაშორისო ბანაკში მოზარდების ორკვირიანი დასვენება მსოფლიო საპატრიარქოსა და ათენის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები 4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის მოეწყო ექსკურსიები ქალაქ ათენის ისტორიულ ადგილებში. ბანაკის ხურის ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქალაქ ათენის მერი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. სტუმრები აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ და ღონისძიების ბოლოს სერტიფიკატები გადასცეს. მადლობა ათენის მერიას, მსოფლიო საპატრიარქოს, იმ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის ჩვენი დევნილი ბავშვებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ეს ბავშვები გავახაროთ და ასეთ ტიპის ბანაკებში მიიღონ მონაწილეობა. მე ვცდილობ და ჩვენ სამინისტრო უწყება ვცდილობთ ლიანად, რომ უფრო მეტი სახელმწიფო მოვიცვათ. ჩემი აზრით ეს შესანიშნავი პროგრამაა, რომელიც მოზარდებს აძლევს საშუალებას იმოგზაურონ საბერძნეთში, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას და ისტორიას. ბერძნულ მხარესთან შევთანხმდით დავგეგმოთ დამატებითი პროგრამები და პროექტები, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში განხორციელდება. ძალიან მომეწონა ეს ბანაკი, რადგან აქ გავიცალეთ ძალიან ბევრი კარგი ადამიანები და ბავშვები, ჩემი თანატოლები. ასევე დავთვალიერებ ქალაქი აკროპოლისი, რომელიც ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელია და ასეთ ბანაკში კიდევ რა თქმა უნდა მოვა. აქაურობა პირველ რიგში ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ ძალიან მეგობრული სიუცეა. მადლობას გადავუხდი ორგანიზატორებს, ლიდერებს, ვინ ჩვენზე ზრუნავდნენ.